დღეს საქართველოს რომ ასეთია ამის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ნაწილი 8000 წლოვანი ღვინის ისტორიაა. აღნიშნავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნიკალური ენოთეკის გახსნასთან დაკავშირებით. თბილისში ღვინის ქარხანა ნომერ 1-ის ტერიტორიაზე არსებულ ენოთეკაში წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 20,000-მდე საკოლექციო ბოთლი ინახება. კოლექცია 2 საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრემიუმ კლასის ღვინოებს აერთიანებს. ღვინის ენოთეკა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა. იგეგმება ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების ბოთლების იდენტიფიცირება და მათი წარმოშობის დადგენაც. დღეს ყველანი ამ ისტორიული ღონისძიების მონაწილეები ვართ და დღევანდელი დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისთვის. ეს ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, 2 საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით ღვინოებს ინახავს. ეს ადგილია, სადაც ექსპერიმენტები ბუნებრივად ერწყმის ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების თვითყოფადობას და ავთენტურობას, მემკვიდრეობა კი თანამედროვეობას. მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ღვინო ქართველებმა შექმნეს, თუმცა მეცაც გეტყვით, თავად ღვინომაც შექმნა საქართველო. სწორედ ღვინის წარმოების უძველესმა ტრადიციამ განსაზღვრა საქართველოს ადგილი და დანიშნულება მსოფლიოს რუკაზე. საუკუნეების განმავლობაში ღვინო გახდა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების, რეგიონული გაცვლისა და პარტნიორობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს სწორედ ამ დიდი მოძრაობის მონაწილეები ვართ. მოძრაობის, რომელიც საქართველოს როგორც ღვინის უნიკალური კულტურის მატარებელი ქვეყანას საერთოდ სხვა კუთხით მიაქცევს მსოფლიო ყურადღების ცენტრში. ამ საუკუნოვან ენოთეკაში ქართული და უცხოური ღვინის თუ სპირტიანი სასმელების უნიკალური კოლექციაა დაცული. ჩვენ დავიწყებთ საცავში დაცული უნიკალური ღვინოების ვერიფიკაციის პროცესს ჩვენი მეგობრების დახმარებით და უშუალო ჩართულობით. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს მისი მხარდაჭერისთვის, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. და მადლობა რა თქმა უნდა ჩვენ სტუმარს ასეთი მხარდაჭერისთვის და ასეთი ჩართულობისთვის ამ მნიშვნელოვან პროცესში და მინდა რა თქმა უნდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვეხებით ისტორიას, რომელიც განსაკუთრებულ ფუნქციას და განსაკუთრებულ თვისებებს ატარებს და მინდა რომ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში ყველას ერთად. დიდი მადლობა. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ჯადოსნური ღამის პრემიერას წარადგენს. რეჟისორ სანდრო ელოშვილის სპექტაკლის ნახვას მაყურებელი 2 დღის განმავლობაში შეძლებს 29 და 30 მაისს. დასის წევრებთან ერთად სცენაზე კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლის ჯავარდენის მოცეკვავეებიც იქნებიან. სპექტაკლის მხატვარი ხატია დავითაშვილია, ქორეოგრაფი დადუ ამირანაშვილი, ტექნიკური მხარე კი მარი აბესაძე მუზრუნველყო. მე პირველად თამაშობ სპექტაკლს და მინდა რომ ძალიან კარგად გამომივიდეს ჩემი როლი. მინდა რომ ჩემი თანატოლები გავახარო და კარგად გამოვიდეს ეს სპექტაკლი. ეს სპექტაკლი არის განსაკუთრებული, რადგან აქ არის ძალიან ბევრი სიხარული და ეს სიხარული მინდა რომ ჩვენ გადმოგვდოთ მაყურებლებს და გირჩევთ რომ უყუროთ, რადგან ძალიან სასიამოვნო იქნება. აქ არის ძალიან ბევრი ჯადოსნობა, ცეკვა, სიმღერა და მხიარულობა. რეპეტიციებიც არის ძალიან მხიარული. და კარგი გაწყობა აქ ყოველთვის. სპექტაკლის რეპეტიციები მართლა ძალიან ზღაპრულად მიმდინარეობს. აი ახლა გვიწყება რეპეტიცია და დიდი სიყვარულით გელოდებით ყველას. 29 და 30 მაისს ჯადოსნური ღამის ანახავთ. უნდა გაჩუქოთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჯადოსნობა და სიხარული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინა წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განეხილეს. აღინიშნა, რომ პროგრამის მიზანია სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ირინა წაქაძის განცხადებით, პროგრამის პირველი ეტაპი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის განაცხადის წარდგენის პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. კერძოდ, 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ.
ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ამასთან 1 ივლისიდან 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადაც, რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახებს, რომ მიიღონ ფინანსური დახმარება უფრო სწრაფად. ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს. პროგრამა 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს და 2028 წლამდე გაგრძელდება. ჩვენ ვართ ახლა ამ საკითხზე მუშაობის პირველ ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც გამარტივდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის განაცხადის წარდგენის პროცესი. და განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს რომელიმე სერვის ცენტრში ვიზიტით, არამედ ელექტრონულადაც ონლაინ სისტემის გამოყენებით. ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პროცესი ზოგადი წესით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ოჯახში სოციალური აგენტის ვიზიტს, ოჯახის დეკლარაციის შევსებას და სარეიტინგო ფულის გამოთვლას. ასევე ონლაინ განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. და რაც მთავარია, შემცირდება ოჯახისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადა. თუ მოქმედი სისტემით ეს ვადა არის განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს 90 დღე, 1 ივლისიდან 90 დღე შემცირდება 60 დღემდე და ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება სარეიტინგო ფულის გამოთვლის მომდევნო თვიდან, რაც შესაბამისად გვაძლევს საშუალებას, რომ ფულადი დახმარებები გავცეთ უფრო ადრე, ვიდრე ეს ხდება დღეს. We discussed the ministry's plan for the digitalization of the application system and the management system of the social registry and to make it easier for people to apply when they are in a situation of need for social assistance. The ministry showed to us what are their plans, what is their next steps for the very short term, and what the ministry's expectations are in terms of improvements to the situation of the Georgian families in need. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დღეს მასპინძლობს ტურნირს ქართულ ჭიდაობაში, რომელიც პირველად ტარდება და აქამდე არასდროს არ ჩატარებულა თან ამ მასშტაბით. პირველ ეტაპზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით უმასპინძლოთ მოჭიდავეებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული ჭიდაობა არის ძირძველი, საკმაოდ დიდი დროის დიდი ისტორიის მატარებელი ჭიდაობა და საკმაოდ ლამაზი. თან როგორც ვიცი და ისტორია გვეუბნება, ქართული ჭიდაობიდან ძიუდოსაც კი აქვს აღებული გარკვეული ილეთები გაკვეთილად. მე წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს. ჩვენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ სპორტის მხარდაჭერას და იმედი მაქვს მომავალში კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო ღონისძიებებს შემოგთავაზებთ. სტარტია იყო ზესტაფონში ქართულმა ჭიდაობამ, დასავლეთის თასმა, მერიის ღია პირველობა. ჩვენი საპრიზო ფონდი გახდა 20,000 ლარი. აქ არის წარმოდგენილი როგორც დასავლეთ საქართველო, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ქართული ჭიდაობა ნიშნავს ქართული სულის კვეთებას, ქართული სისხლის ყივს და მივესალმებით ჩვენ ესეთ ტურნირებს, პოპულარიზაციას, აი ქართული ჭიდაობის სის და ყიზინას და წარმატებებს ვუსურვებ ყველას, მადლობას ვუხდი ყველა ჩამომსვლეს, ყველა სტუმარს. აქ ხავს წარმოდგენილი სახელოვანი სპორტსმენები, მსოფლიოს ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები და ესე რომ ვთქვათ, კიდევაც ხედავთ, ლამაზად მიმდინარეობს ყველაფერი და პირველი არის ეს ზესტაფონის ისტორიაში და შევეშთებით ეს სისტემატიური სახე ყოველწლიურად მივცეთ. ზესტაფონიდან წარმოდგენილი არიან სხვადასხვა წონებში, ყველა კატეგორიაში გვყავს ესე რომ ვთქვათ, წარმოდგენილი სპორტსმენები და კი ხედავთ უკვე წარმატებით იასპარეზეს ბიჭებმა და შემდეგში წარმატებას ვუსურვებ ესე რომ ვთქვათ ფინალურ ეტაპებზე. დალები ესეთ ღონისძიებას რო ჩატარდა ზესტაფონში მრავალმასშტაბიანია, მადლობა ორგანიზატორებს ასეთი შეჯიბრისთვის და ზესტაფონლები ყველაფერს ვესწრებით რომ ეს დიდი ჯილდოები რაც არის დავტოვოთ ჩვენს ქალაქში. მოგეხსენებათ 60 ნახევარფინალები ჩვენია, 60-ში ერთი ნახევარფინალია და წარმატებები კიდე ზედაწონი.